მართლა გამიმართლა, რომ აი იმ საოცარ ჯადოსნურ გარემოში მოხვდი იმ პერიოდში. ეს ბაზა რაც არის ChatGPT და მსგავსი, ეს არის მაქსიმალური ინფორმაციის წყარო და ხელმისაწვდომობა. პაციენტები მოდიან და ექიმთან არ არის გამყოფი, ექიმო ისეთი ჯანმრთელი იყო. ეს საამაყო არ არის. რა სიმპტომები ქონდა, რა ანალიზები გაიკეთა მთელი 3 წლის. დამიდო შედა. მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან, ფორკასტიდან. დღეს ალბათ ცოტა უცნაურ წამყვანს ხედავთ, იმიტომ რომ დათოს არ გავს თითქოს. მოკლედ გამონაკლისის სახით გიგა ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ დათომ მიგვატოვა და დღეს მე და გიგა ვიქნებით პოდკასტის წამყვანები და მადლობა გიგა პარტნიორობისთვის პირველ რიგში. მე შევიფერებ ამ საპატიო ადგილს, კი ბატონო. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება დავით ნიკოლეიშვილი, უროლოგი და უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, გაგაცნობთ. ბატონ დავითს და დარწმუნებული ბევრი იცნობთ და ბატონი დავითის დღევანდელი მასპინძელი ნიკოლოზ კახაძე, ჩვენი For Hospitals-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო experience-ისთვის და ძალიან კარგი გარემოა და მე ვფიქრობ, კარგი პოდკასტი გამოვა და კარგი. მეც ესე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ და ბატონო დავით. მე ვიტყვი, მადლობა ბატონ დავით მომბრძანებისთვის და ვიტყვი, რომ პირველი უროლოგი ჩვენს პოდკასტში, ასე რომ ძალიან საინტერესო. და საინტერესო. განსაკუთრებით აქეთა მხარეს. ხო, აი მაგას შემდეგ შევეხებით, რომ არა მხოლოდ აქეთა მხარეს. ხო, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ბატონო დავით, ესე ჩამოვაყალიბეთ, მოკლედ ტრადიცია რო ტრადიციულად პირველ კითხვას სვამ მე და სტატისტიკისთვის ვაგროვებთ მოკლედ ამ მონაცემებს. რატომ ექიმობა და ნუ მერე უროლოგია, რა თქმა უნდა. გავლენა რა მიქონია თქვენზე, რომ ექიმი გამოსულიყავით? ხო, საინტერესოა. მე ექიმი ოჯახში არავინ არ ყავს. აი? არც არ დათო სად არის ეხლა? ნახე ოჯახის გავლენაო, სუიძახის, აი? არც ანათესაოში, ხო და შეიძლება ითქვას ოჯახის გავლენა იყო, დედაჩემის სურვილი იყო იმთავითვე. მაგრამ მარტო ეს სურვილი არ იყო შემდგომში, როდესაც გადაწყვეტილებაზე მიდგა ჯერი, ნუ მეც ეს არჩევანი გავაკეთე. გადასარო, ეს როდის მოხდა, აი რა ასაკში დაახლოებით, როდის დაინტერესდით ექიმობით? ნუ აი სკოლის ბოლო წლებში უკვე ჩამოყალიბებული იყო ეს ამბავი. გასაგებია. გავიცით ექიმი. და რატომ უროლოგია? ხო, აი ეს უროლოგია ძალიან საინტერესო თემაა და ბევრგან მოყოლილი მაქვს. ძალიან ცუდი პერიოდი იყო, როცა ჩავაბარე. 93 წელს ჩავაბარე და მაშინ აფხაზეთი დავაკარგე და ტრაგიკული პერიოდი იყო მთელი საქართველოსთვის, მძიმე და შეიძლება ითქვას, ნუ აი ძალიან ნიველირებული იყო ის, თქვათ, სიამოვნება, რაც ახლავს სტუდენტობას. ნუ ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა ასაკში მაინც სტუდენტობა ძალიან კარგად აღიქმებოდა და დაუვიწყარი პერიოდია ჩვენთვის, მაგრამ ნუ ქვეყნისთვის ძალიან რთული და ძნელი პერიოდი იყო. და იქიდან მოყოლებული ხა კლინიკები, თქვათ, ყველაფერი ცუდად ფუნქციონირებდა ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო? და ნუ თავიდან იყო ესეთი სურვილი, რომ ყოფილიყავი ნეიროქირურგი. მაგრამ საშუალება ნეიროქირურგიასთან მიახლოების არ ჰქონდა. და განსაკუთრებით ბოლო კურსებზე, როდესაც დავინტერესდი, ჩემმა ახლობელმა გამიწია პროტექცია ერთ-ერთ ნეიროქირურგიულ პრესტიჟულ კლინიკაში. და რაღაცა ვერ დავინტერესდი სიმართლე რომ გითხრათ რაღაცების გამო და უროლოგია იყო აბსოლუტურად შემთხვევით, იმიტომ რომ ჩვენ კურსზე ვიყავით 16 ჯგუფი, ნომერი 20 და ერთადერთი ჯგუფი ვიყავით, რომელმაც მოხვდით უროლოგიის ინსტიტუტში. ნოდარ უჯმაჯურიძე იყო კათედრაზე მაშინ. ერთადერთი ჯგუფი და ისიც მეორე სემესტრში. მცირე შეხება ჰქონდათ ეს. არა, მაშინ იყო ჩვეულებრივად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგრამ უროლოგიის ინსტიტუტში რომ მივედით,
ის ერთი კვირა იყო ჩემთვის გარდამტეხი და გადამწყვეტი, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დავინახე, იქ ცხოვრება დუღდა, ესე ვთქვათ. ქირურგიები კეთდებოდა ძალიან ბევრი. ღია ენდოსკოპიური ქირურგია, მაშინ მონიტორზე. ქირურგია თუ კეთდებოდა, პირველად დავინახე. ხო, 99 წელი იყო ესე რა. და ძალიან დიდი შტაბ-შტილების ქვეშ ვიყავით და როდესაც დამთავრდა ეს ბატონო და ჯურიძეს ვთქვი, რომ თუ შეიძლება მეთქი ბატონო და ამ კურაციის შემდეგაც ვივლი თქო. უროლოგია გინდა შვილუში. კაი, მაშინ იარეო და ესე მოხდა ჩემი გადმოპორტირება და სურვილების ერთი ნახვით შეყვარებასა. ხო. დაინახეთ და შეგიყვარდეთ ეს პროფესია. შეიძლება ესე დავარქვათ და სიმართლე გითხრათ, მართლა გამიმართლა, რომ აი იმ საოცარ ჯადოსნურ გარემოში მოხდი იმ პერიოდისთვის, იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის და პრინციპში ეხლაც უროლოგიის ინსტიტუტი ცენტრი იყო სამედიცინო ცხოვრების, კლინიკური, მეცნიერული აქტივობის ყველაზე საუკეთესო ადგილი. როგორი შეფასებაა? ძალიან საინტერესო. ნიშური დარგი, სპეციფიური დარგი, აი კონკრეტულად. და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ითქვას გავრცელებული და პრობლემ დატვირთული დარგი შეიძლება ითქვას. ანუ გავრცელებული დაავადებების გულისხმობ. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აი ვახსენეთ ნეიროქირურგია, ვთქვათ, არის ბევრი კარდიოქირურგია და ძალიან სერიოზული დარგები, რომლებიც აღიქმება ელიტურ დარგად, ხო? და უროლოგია ყოველთვის მაშინაც და ეხლაც არის აღქმული როგორც აი რაღაცა მეორე ხარისხოვანი. და ისეთი რომ ვიწრო სპეციალიზაცია, ვიწრო სპეციალობა და აი როგორც ვახსენეთ, მარტო მამაკაცების ეკინი გონია, ზოგს გონია რომ რაღაც სქიზოფრენიის გადამდები დაავადებების უნდა უკურნალოს და არა და ერთ-ერთი მოწინავე დარგი არის მთელ სამედიცინო სფეროში, როგორც საზღვარგარეთ და ჩვენთანაც და ძალიან ბევრი ინოვაცია და დარგი დაბადებულა უროლოგიით. კი ბატონო. ამიტომ ამის ახლა თუ მე დეტალურად კი, აი, რაღაც შორის განვიხილოთ, ეგეც შეგვიძლია. ჩემთვის ძალიან საინტერესო ნაწილს მივადექით, ესე რომ ვთქვა, ჩვენ და ჩვენი კომპანიისთვის, ანუ იმ კუთხით, რომ ენდოქირურგია, ენდოვიდეოქირურგია, ესე რომ ვთქვა, მე რამდენადაც ვიცი და ალბათ ბატონ დავითი უფრო უკეთ იტყვის, რომ ძალიან გადაჯაჭვულია უროლოგიასთან და უროლოგიის განვითარებასთან. ну ეს თავისებური ანატომიურობით და ბევრი რაღაცით აიხსნება ალბათ, მაგრამ ფაქტია, მოცემულობაა, რომ იგივე რობოტული ქირურგიაც ძალიან უროლოგიასთან კავშირშია, ბევრი ტექნოლოგიური, ასე რომ ვთქვათ, აპარატურა თუ ინსტრუმენტები, ასევე ზუსტად უროლოგიისთვის არის პირველი მსოფლიოში მე-19 საუკუნის ბოლოს, მე მგონი თუ შუაში, ზუსტად არ მახსოვს. ცისტოსკოპია, პირველი ცისტოსკოპია გაკეთდა უროლოგების მიერ. შესაბამისად ცისტოსკოპიამ დაუდო ცისტოსკოპია არის შარდის ბუშჩი ინსტრუმენტის შეტანა და დათვალიერება, ხო? კი ბატონო. ცისტოსკოპიამ დაუდო საფუძველი ლაპარასკოპიას და ზოგადად ენდოსკოპიის განვითარებას. მაშინ იყო რაღაც შუქის წყარო რაღაცა თქვა სამთელს ანათებდნენ და სარკეებით იმიტავით, მაგრამ ეს მე ყველა დაიხვეწა, მაგრამ იქიდან დაიწყო. ვაუ, რა მაგარი ყოფილა. და როგორ გაამარტივა რამდენი პროცესი ამ გადატრიალება მოხდა მე თლიანად ამ დარგში და არა მარტო ამ დარგში, მთლიანად მედიცინაში. ბატონ დავით, რომელი გახსენდებათ ყველაზე რთული კლინიკური შემთხვევა? აი რაღაც თუ გამოყოფდით, რომ აი ესეთი არაფერი არ მინახავს მაგალითად. არა, როგორ არის, იცით, რა თქმა უნდა, არის რთული კლინიკური შემთხვევები და დაუვიწყარი შემთხვევები კარიერის განმავლობაში, მაგრამ თანამედროვე დიაგნოსტიკის პირობებში მეტნაკლებად წინასწარ უკვე ცნობილია შენ რა მასშტაბის ოპერაცია ჩარევა უნდა გაკეთო. урგენტული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ყოფილა და урგენტული შემთხვევებია ის შემთხვევები, ან урგენტული სასწრაფო შემთხვევები, როდესაც აი ცოდნა გაქვს ნაკლები შედარებით იმასთან დაკავშირებით, რა ხდება რეალურად საოპერაციო ველში. და აი აქ უფრო არის, თქვათ, მოულოდნელ
ჭარბობის ეფექტი, მაგრამ იქაც რა თქმა უნდა არის ძალიან რთული შემთხვევები და ეხლა კონკრეტულად ეს ერთი რო გამოვყო არა, მაგრამ არის ესეთი კონკრეტული შემთხვევები, ეს ძირითადად არის ტრამვები და урგენტული შემთხვევები, რომელიც ყოფილი ოპერაციები გაგვიკეთებია, ან არის ის რთული ონკოლოგიური შემთხვევები, რომელიც მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მკურნალობას და ოპერაციას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ან განსაკუთრებით ანგიოქირურგებთან, ან სიზარდა ქირურგებთან. კეთილი. ბატონ დავით, ესე ვთქვათ, უკვე რაღაცნაირად შესავალი გაკეთდა მაგის შესახებ და თქვენ როგორც ახლა აღნიშნეთ, ახლა ჩემთვისაც მეც არ ვიცოდი ასე იმაზე, რომ 99 წელს უკვე ეს იყო საქართველოში. უფრო ადრე ხო ალბათ. უფრო ადრეც იყო, უბრალოდ 99 წელს ეს მე ვნახე. და თქვენ როგორც ამ ასე ვთქვათ, თანამედროვე ენდოქირურგიის ასე ვთქვათ თვალსაჩინო გამგზელებელი და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ამყვანი ამ ქვეყანაში. მინდა ეს კითხვა დაგისვათ, რომ როგორ აფასებ დღევანდელ მდგომარეობას ამ კუთხით, თანამედროვე ტექნოლოგიებს უროლოგიაში, ხო, ფეხს უწყობ თუ არა და მე მაშინ ისტორიულ ნაწილს ძველ თქვათ წინაპირობას გავიხსენებ. ძალიან მნიშვნელოვანია რა ფუძე დევს თქვათ ამ თუ იმ დარგის განვითარებაში და ძალიან ხაზგასმით მინდა აღნიშნო, ამას ყოველთვის ხაზს უსვავ, რომ არა ის ბუმბერაზე ხალხი, განსაკუთრებით ლაურ მანაგაძე, რომელმაც შექმნა თანამედროვე უროლოგიის სკოლა საქართველოში, ბატონი ნოდარ უჯმაჯურიძე, ბატონი თემურ ჩიგოგიძე და ის ხალხი, რომლებიც თქვათ ამ ინსტიტუტში მუშაობდა და ძალიან წარმატებული და თავის დროზე უკვე ავტორიტეტული ქირურგები და უროლოგები იყვნენ, ძალიან რთული იქნებოდა რაღაც წარმატებაზე ეგვესაუბრონ, იმიტომ რომ მათ შექმნეს ზუსტად ის სივრცე ახალგაზრდებისთვის და ის თქვათ ტექნოლოგიები, რაც მაშინ იყო მოწინავე, თქვათ იმათმა დანერგეს და შემდგომ ჩვენს მაქსიმალურად საშუალება მოგცეს, რომ ეს გაგვენვითარებინა. და მაქსიმალურად უწყობთ თქვათ თანამედროვე უროლოგიის ფერხუსი საკმაოდ კარგად ვარ ჩართული და მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში რაც კეთდება თქვათ ენდოსკოპიურად, ლაპარასკოპიულად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ თითქმის ყველაფერია შესაძლებელი ჩვენთან. და ამ ჩვენი დიდი მასწავლებლების ხელდასმით მე ძალიან ამაყი ვარ და შეიძლება ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი უროლოგიის ლაპარასკოპიულ უროლოგიის განვითარებასთან, ეს 15 წლის წინ იყო, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, დავნერგეთ ძალიან ბევრი ლაპარასკოპიული ოპერაცია, რომელიც მანამდე არ კეთდებოდა და არა მარტო საქართველოში, ჩვენს რეგიონში, კავკასიაში, შუა აზიაში, ბელორუსიაში, უკრაინაში პირადად მე ძალიან დიდი წვლილი მაქვს, რომ იქ განვითარდა ლაპარასკოპიული ქირურგია, მენჯის ენდოსკოპიური ქირურგია და სხვადასხვა ონკოლოგიური ოპერაცია. აქვე ვიტყვი, რომ ბატონ დავით, ნამდვილად ეხა მეც ასე ვთქვათ, სულ გადევნებ თვალს და როგორც ექსპორტში, ეხლა რაც აღნიშნა ბატონ დავითმა, რომ იქეთში აქვს ტექნოლოგიები და ცოდნა და ასე შემდეგ, ამ ქვეყნებში რაც ჩამოთვალა, ასევე იმპორტშიც, რომ ისეთ ჩვენზე წინ ყოფ ქვეყნებიდან პირიქით აქეთ შემოაქვს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის მიმოცვლა, რა თქმა უნდა, ხო? ნებისმიერ დარგში. რა თქმა უნდა. და მედიცინაში მეტუმეტეს, იმიტომ რომ ცხოვრება ისეთი დინამიური გახდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ყველა სფეროში და ყველა დარგში თან ინფორმაციის მიმოცვლა არის კატასტროფულად აჩქარებული. და ხელმისაწვდომი. ამიტომ ამ პირობებში თუ თქვათ აი ეს ტემპი დაკარგეთ, თქვათ განვითარების ძალიან ჩამორჩება. მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ, რომ ჩვენ ის ცოდნა დაგროვილი, რაც არის ექსპერტების მიერ სხვადასხვა მოწინავე კლინიკებში და ქვეყნებში, ის აუცილებლად უნდა მივიღოთ.
და გავაზიაროთ კიდე. კი და გავაზიაროთ, სადაც ეს ამის საჭიროება არის აუცილებლად და მთავარია ტექნოლოგიები შევიძინოთ და არ ჩამორჩეთ. აი ეს არის ძალიან ამან ფეხი უნდა აგიწყოთ ყველა ვარიანტში, ისე არ მნიშვნელოვანი. აი, შემდეგ კითხვა მეკნება, ალბათ ყველაზე გავრცელებული მითი რაც არის, რომ უროლოგი არის მხოლოდ მამაკაცების ექიმი. რა რჩევა გექნებოდათ ზოგადად პაციენტებისთვის, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის? ისე იგი, თირკმელი აქვს როგორც მამაკაცს, ასევე ქალბატონს. ხო, შარდის ლუსტიც ასევე შარცაწვეთებს. ჩამოვყვეტე. კი ბატონო. ასე რომ თირკმელზე და ჯირკვალი ვთქვათ, ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ ამ ოპერაციებს და ფაქტიურად რეფერალური ცენტრი არის ჩვენი განყოფილება. მოკლედ, უროლოგია არ არის ვიწრო დარგი. უროლოგია არის მიმართულება, რომელიც მოიცავს ონკოლოგიას, შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების. ეს არის თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, სათესლე-ჯირკვლების კიბო, პროსტატის კიბო და ასე შემდეგ. რეტროპერიტონიუმის იგივე თირკმელზე და ჯირკვლის და ასე შემდეგ. არის შარდკენჭოვანი დაავადება, რომელიც ესე იგი თირკმელში და შარდსაწვეთში კენჭის არსებობა და პრობლემა, რომელიც აქვს ადამიანს, ეს ქალსაც აქვს, მამაკაცს აქვს. ძალიან გავრცელებული. პროსტატა მარტო მამაკაცს აქვს, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი წილი, თქვათ, დაავადების, მდგომარეობის და მე მისი მკურნალობის და ოპერაციის, რა თქმა უნდა, პროსტატაზე მოდის. ენდოსკოპიური, ისეთი მინიმალურად ინვაზიური და ასე რომ ეს ყველაფერი არის უროლოგია და იგივე გენიტალური ქირურგია, როგორც მამაკაცის, ასევე ქალბატონის, შარდსადენი მილის პლასტიკა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი დარგი, რომელსაც თანამედროვეობაში ერთი უროლოგი ვერავა, იმიტომ რომ ყველაფრის ცოდნა, ყველაფრის თქვათ სრულყოფილად მოცვა იგივე ოპერაციების სათვისება და ამ მკურნალობის სტრატეგიის შემუშავება ერთს ქირურგს რაც არ უნდა ძალიან ძლიერი უროლოგი იყოს გაუჭირდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი კარგი გუნდის შექმნა, რომ აი ეს მიმართულებები იგივე ქალთა უროლოგია არის ძალკე დარგი, არის ბავშვთა უროლოგია, პედიატრიული უროლოგია და ასე შემდეგ. აი ეს რომ ყველაფერი აითვისოს ექსპერტის დონეზე და შემდგომ ერთ გუნდად, თქვათ, მოემსახუროს მერე სხვადასხვა პაციენტი. კი ბატონო, და აქვე გავაგრძელებდი მაშინ, რომ აი რჩევის სახით რა შეიძლება, აი პრევენციის კუთხით მაგალითად. რა რჩევას ან დაგვიანებით თუ არ მივიდეს ხო, უყურეთ როგორი მომენტია, ზოგადად დაავადებები ყველა დარგში და სპეციალობაში არის ესე. არის ძალიან ხშირად გავრცელებული დაავადებები და არის, თქვათ, ძალიან იშვიათი დაავადებები. უროლოგიაშიც არის ხშირად გავრცელებული და ხშირად დიაგნოსტირებადი დაავადებები. არაონკოლოგიურში ეს არის შარდკენჭოვანი დაავადება ძირითადად და მაგის პრევენცია, თქვათ, არის ძალიან ხშირად საშარდეს სისტემის და თირკმელების ულტრასონოგრაფია, ანუ ეკოსკოპიას რო ეძახით. გავრცელებული ტერმინია. რომ თავიდან ავიცინოთ შემდგომში ძალიან შარდკენჭოვანი დაავადება საწყის სტადიაზე და ნებისმიერი დაავადება ძალიან კარგად განკურნებადია, მაგრამ როდესაც ის არის შორს წასული და თქვათ მარჯნისებრი კენჭი არის ჩამოყალიბებული, მისი მკურნალობა ყოველთვის რთულია და პრობლემაა. ონკოლოგიაში თქვათ მამაკაცებში ძალიან ხშირია პროსტატის კიბო. პროსტატის კიბო 60 წლის ზევით ყოველ მესამე მამაკაცს შანსი აქვს რომ დიაგნოსტირებული იყოს პროსტატის კიბო. ამიტომ ესეთი ხშირი დაავადებებისთვის არის სკრინინგი, მიდგომა რომ პრევენციული გასინჯვა მოხდეს. და ყველაზე მარტივი არის პროსტატოსპეციფიური ანტიგენის დონის განსაზღვრა სისხლში. სისხლის ანალიზი უნდა შეაბაროს მარტივად გარკვეული ასაკის, ანუ 45 წლის ასაკის შემდეგ. და სკრინინგიც არის უფასო სხვათა შორის ჩვენ საქართველოში უფასოა ეს პროგრამა, რაღაცა რესტრუქტურიზაცია და ეს განიცადა ამ პროგრამამ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პროგრამა ჩვენთანაც მოქმედებს ჩვენს კლინიკაშიც, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დონეზე პაციენტები მარტივი სისხლის ანალიზით გამოვავლინოთ რისკის ჯგუფში არიან თუ არა და შემდგომში
სპეციალიზებულ კლინიკაში სპეციალისტი მივა და გააგრძელებს ამ კვლევას. გასაგებია. ამიტომ ეს აუცილებელი არის, თქვათ, აი ამ მიმართულებებით და დანარჩენი, თქვათ, სიმპტომურად თუ რაიმე ჩივილი იქნება, აუცილებლად უნდა ჩივილები და ერთ აღნიშნავდი, რომ აი ხშირად არის ხოლმე პაციენტს, რაც აინტერესებს, ტკივნეული იქნება თუ არა და არც ულტრასონოგრაფია და მით უმეტეს არც სისხლის ანალიზი ტკივნეული არ არის ფაქტობრივად. არა, ასე რომ თან 21 საუკუნეში ესეთი დახვეწილია ხა ულტრასონოგრაფია ნამდვილად არ ამგონია რომ ხა ჩვენ მაყურებელი ვინც გვიყურებს ერთხელ მაინც არ კონდეს გაკეთებული ultrasonografia. არა, მამაკაცებს ხშირად ეშინიათ ტკივილის და ექიმთან მისვლის. ხო, ნიმსისაც კი ეშინიათ. ხო, ნუ ხა ნემსისის მაგას ვერ გავექცევით ვერსად, მაგრამ ონკოლოგიის და კიბოსგაჩენის შიში უფრო გეთანხმებით აბსოლუტურად. ცუდი უნდა იყოს და უნდა დაძლიოს ნემსის შიში ალბათ. ნამდვილად. ბატონო დავით. ჩვენს მაყურებელსაც აი კიდე ერთხელ რომ ეს არის სისხლით ანალიზით კეთდება ეს ასე ვთქვათ ანტისხეულების ანალიზი რომელიც ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს თუ რაიმე პრობლემა არის და როცა რა თქმა უნდა უსიმპტომოდ მიდის თავისთავად ცხადია იმ ეტაპზე აღმოაჩენს როცა მისი მკურნალობაც უკვე არის ძალიან მარტივი და ამავდროულად კიდევ ვთქვი რომ ეს არის უფასო საქართველოში. ძალიან კარგი ბატონო დავით, ესეთი კითხვა მაქვს. ონკოლოგიური დაავადებების დროს რა, აი პაციენტთან თქვენი მიდგომა მაინტერესებს, როცა საკმაოდ მძიმე დიაგნოზის შესახებ უნდა უთხრათ პაციენტს. ამ დროს ანუ ინდივიდუალური მიდგომა გაქვთ ზოგადად რაღაც ერთი როგორ თქვა ერთი და იგივე ტექსტი რა თქმა უნდა არ გექნება ჩაბლონური, მაგრამ აი როგორ არჩევთ პაციენტს, როგორ უნდა უთხრათ, საერთოდ უნდა უთხრათ თუ არა, ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ ოჯახის წევრებს უთქვამთ, რომ მოდი არ უთხრა და თუ გაქვთ ამის ხშირად არის მოთხოვნაც, რომ არ უთხრა პაციენტს. კი, ყველაფერი არის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ნამდვილად ესეა. პრინციპი არის ესეთი. ჩემი პრინციპი და ეს მარტო ჩემი მოგონილი არ არის, წესად არის რა, განვითარებულ ქვეყნებში, რომ პაციენტმა უნდა იცოდეს ყველაფერი. უნდა იცოდეს, კი ბატონო. მაგრამ აქ არის და მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მას ინფორმაცია მივაწოდო დეტალურად. მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი. პირველი არის თვითონ პაციენტის ინტელექტუალური დონე. კი ბატონო. ძალიან რთულია დაბალი ინტელექტუალური ადამიანი არსებობს ესეც სამწუხაროდ და ვერ ნუ გვერდს ვერ გავექცევით აუხსნა ის სირთულეები რაში მდგომარეობს და შემდგომ დაანახო ნათლად რის წინაშე დგას და რა ელოდება მას. ალბათ პირდაპირ კითხვაც ეგეთია. შეიძლება აქედან გამომდინარე, თქვა, მიწოდების ფორმა იყოს განსხვავებული ან გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს რა, თქვა, აი შემდგომში როგორ მოიქცე ამ პაციენტს. ასევე აქტიურობს ოჯახის წევრები, რომ მე არ უთხრა, ძალიან ემოციურია, სულ დაითრგუნება. ეხლა ფსიქოემოციურ დონეზე პაციენტის წინასწარ ვერ გასასწორებს, მაგრამ ჩემი აზრით მე მირჩევნია რომ პაციენტმა იცოდეს, თუნდაც დაითრგუნოს, თუნდაც მისი გადაწყვეტილება იქნება ეს რა. ან მეორე არის შეიძლება მობილიზება გააკეთოს და ეს მისი ცხოვრება. ის როგორც უნდა ისე განკარგავს თავის ცხოვრებას. და აბსოლუტურად როგორ არის იცით, ონკოლოგიური პაციენტები არის ის პაციენტები და ნებისმიერი პაციენტი, მაგრამ განსაკუთრებით ონკოლოგიური, რომელთანაც შენ შედიხარ კოლაბორაციაში. ანუ ის შენ რასაც ეუბნები და ურჩევ კურნალობის გზას და დაუსახავ შემდგომ კურნალობის და მე რეაბილიტაციის გზას, ის პაციენტი შენთან ერთად მონაწილეობს ამ განკურნებაში. თუ ეს აღქმული არ აქვს სწორად და ზუსტად, მაშინ შენ ძალიან გაგიჭირდება ამ პაციენტს, რომ შემდგომში რაღაცა ვთქვათ გადაწყვეტილებების სწორად მიაღები. ან თუ ბოლომდე არ აქვს ინფორმაცია, ხო ვთქვათ, აი რანაირად უნდა აუხსნა, რომ შარდის ბუშტის კიბო არის შარდის ბუშტი მთლიანად ამოსაჭრელი. და მე ეს შარდი უნდა წავიდეს სხვა ადგილას, ანუ ან უნდა მოხდეს რეზერვუარის ფორმირება საკუთარი ნაწლავით, ან სველის ტომით უნდა გამოიტანო კანზე. ეს ხო უნდა გაიაზროს თვითონ. ანუ თვითონ უნდა მოუაროს მისი ასაკის შესაბამისად, მენტალობის შესაბამისად, თქვათ ეს პერსპექტივაში წლების მიხედვით და მრავალი წლის განმავლობაში ეს საქმე თვითონ უნდა აკეთოს, ხო? ეხლა
ეს სიურპრიზად ვერ იქნება, ხო, პაციენტს. რა თქმა უნდა. მან უნდა ის კი არა, გადაწყვეტა. მაქსიმალური ახსნის პირობებში შემდგომა ცნობიერებენ, რაც არ უნდა უთხრა, რომ ეს კი მითხარი, მაგრამ ესეთი თუ იყო, არ ვიცოდი. ეს რომ ცოდნო და ამას როგორ გავიკეთე. ანუ, ხვდებით, ხო? ამიტომ პრინციპი არის ესეთი. პაციენტმა უნდა იცოდეს ყველაფერთან დეტალურად. კი ბატონო. აი რა ხადა მნიშვნელობაა ეხა მაგამ. თუნდაც ისაც ხო. აბა სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ბოლო დროს შემიცულია გადაწყვეტილება, თქვა და რაც არის აი გაიდლაინები ხო არის ახლა ძალიან პოპულარული გაიდლაინი მოწოდებული, ანუ ის დადგენილი წესრიგი, რაც უნდა შესთავაზო პაციენტს, რომ აი თანმიმდევრობით ამას შემიცულია აზრი და თქვა არ გამიკეთებია ის დადგენილი წესით გასაკეთებელი და შესასრულებელი და სხვა ალტერნატიული მეთოდი ამირჩევია მისთვის. იმიტომ რომ ფატალური შედეგი იქნებოდა მისთვის თქვა ის მკურნალობა, რომელიც მას ეკუთვნოდა. აი, აქვე მაქვს უბრალოდ ერთი კითხვა. პაციენტის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით ტექნოლოგიის განვითარება მოიტანა ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. და ხშირად არის თუ არა შემთხვევა, რომ წინასწარ მიღებული ინფორმაციით, ეგრეთ წოდებულ ChatGPT-სთან კომუნიკაციის შემდეგ მოსულან და ChatGPT ეხლა შემოდის და უფრო შეიძლება შემდგომში და ეხლა მომდევნო წლებში უფრო აქტიურად იყოს ეს ყველაფერი. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი მე მინდა ჩემი აღქმა ესეთია და მე ვფიქრობ არ ვცდები რომ ხელოვნური ინტელექტი რასაც ქვია მე ვფიქრობ რომ ეს არის გლობალური ინფორმაციის წყარო. კი ბატონო. ანუ ინტელექტი არის ის სფერო რასაც შეუძლია თავისით თქვათ რაღაცების შექმნა ან გარდაქმნა ან რაღაც ახლის მოფიქრება. ეს ბაზა რაც არის ChatGPT და მსგავსი ეს არის მაქსიმალური ინფორმაციის წყარო და ხელმისაწვდომობა. ანუ ჩვენ რო გვინდა ადრე რო თქვა ბიბლიოთეკაში ათენებდნენ და აღამებდნენ და რაღაცა თქვათ რომ შევეკითხებით ნებისმიერ წყაროში თუ არის სადმე დაფიქსირებული ინფორმაცია იმას შეკრიბავს იმის სუმირებას გაგიკეთებს და გაგიცხილავს. ანუ რაღაცა ახალს და თქვათ შექმნა თქვა აზრის ან ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაღაცის სინთეზის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია. მაგრამ მიუხედავად კრეატივია ხო მიუხედავად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეხლა მანამდე Google იყო ის იყო და ინფორმაცია ეს არის როგორ გითხრათ იცით ძალიან ცუდი ტენდენცია იმიტომ რომ ინფორმაციას ღებულობ მაგრამ ის გაანალიზების უნარი აი რაც ჯერჯერობით ამას არ აქვს ამ ChatGPT-ს ხო და ხელოვნურ ინტელექტს ამ ადამიანს მით უმეტეს არ აქვს ამის გაანალიზების უნარი და ეს ინფორმაცია მოკრებილი ზოგი არის რაღაცა ყვითელი პრესა და იგივე ყვითელი სოციმედია ზოგი თქვათ არა ან ზოგს არაადეკვატურად აღიქვავს და ამაზე დაფუძნებით წარმოდგენა ექმნება აბსოლუტურად მცდარი. და ეხლა პროფესიონალი იმისთვის არის რომ ჩვენ ამას ჯერ სწავლობთ უმაღლეს სკოლაში, მერე კლინიკაში, კლინიკურ პრაქტიკაში გამოცდილებას იღებს და ეს გადახარშული ძალიან ბევრჯერ და სხვადასხვა სცენარით, ხო? და ეს ინფორმაცია ჩვენ იმითო ვართ ამისთვის რომ ექსპერტები ვართ ამ დარგის და ჩვენ უნდა რაღაცა ნდობა უნდა გამოვხატო და ხანდახან არის რომ თავისი აპრიორი არა მე ეს წავიკითხე ეს მჭირს მაშინ კი ბატონო და თან მედიცინაში იმდენად განსხვავებულია ყველა кейსი რომ ხო და ამიტომ იქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი რომელიც თქვა გადახრა არის ამ თქვა ინფორმაციიდან რომელიც საბაზისო ინფორმაცია შეიძლება იყოს რაღაცა იყოს ანუ ის ინფორმაცია კი ბატონო შეიძლება წაიკითხო მაგრამ ნდობა ექიმის მიმართ თუ არ იქნება და თუ არ ჩამოყალიბდა და მის აზრს თქვა გამოცდილებას თუ არ ენდა და პატივი არ ეცი მაშინ აი ის უკავშირი არ შედგება და ის ზუსტად ის თანაცხოვრება ექიმსა და პაციენტს შორის იქნება ძალიან პრობლემური კი ბატონო რაზეც მანამდე ვახსენე ბატონ დავით თქვენ აი ის რთული ასე თქვა გზა ირჩიეთ ზუსტად უროლოგიაში ასე ონკოუროლოგია ქვია ხო და აი რამდენად ხშირია იმიტომ ეს ძალიან განსაკუთრებული ალბათ
ზოგადად სოფლიოს სენია და საქართველოს თქმეულად, აი რა თქმა უნდა ეს ონკოლოგია და აი რამდენად შეიძლება დაგვიანებული დიაგნოსტირებები და სამწუხაროდ არის კი. ასე ვთქვა ტენდენცია როგორია. აი რაღაც აი ბოდიში აი იმ ნაწილმა წერა რომ ახსენეთ ჩვენ რასაც ქვია კვლევები და ის წინსწრება და დაუშვათ პრევენციული ღონისძიებები, რამე თუ ტენდენციაში შეცვალა. როგორ არის იცით, ძალიან არის და ეს მარტო საქართველოში არ არის, ახლა მაგის სტატისტიკა ძალიან რთული საწარმოებელია. რამდენად დაგვიანებული შემთხვევები ბევრია საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით და ასე შემდეგ, მაგრამ ამას აქვს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები. პირველი ის არის, რომ რაც თქვი, ეხლა არის უამრავი ჩეკაპის პროგრამები ჩვენს ქვეყანაშიც და სხვადასხვა კლინიკებში. აუცილებლად უნდა გაიკეთოს ადამიანმა გამოკვლევა. და ასაკობრივად არის ონკოლოგიის, ყველა ონკოლოგიის მიმართულებით გულსაზრდათა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა პაციენტები მოდიან და ექიმთან არ არის გამყოფი, ექიმო ისეთი ჯანმრთელი იყო. ეს საამაყო არ არის. პირიქით, ექიმთან რაც შეიძლება ხშირად უნდა მიხვიდე და ყველა ასაკის პირობებში არის შესაბამისი კვლევები საჭირო. მაგრამ მეორე ობიექტური რა არის, რომ შესაძლებელია სიმსივნე თავისი ბიოლოგიის გამო ისე სწრაფად ვითარდებოდეს, ზოგიერთი ვთქვათ, არის ძალიან სწრაფად აგრესიულად მზარდი. ან ზოგიერთი არის სიმსივნე და თვითონ ბუნებით გამოჩნდება აგრესიული და მზარდი, რომ ის გინდა თუ არ გინდა, სანამ სიმპტომებში არ გადაიზრდება, ვთქვათ და სიმპტომურად არ გახდება ცნობილი პაციენტისთვის, მანამდე ვერ აღმოაჩენს. და ამიტომ ესეთი შემთხვევები იქნება სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ უნდა დაუპირისპირდოთ ის, რომ მაქსიმალურად ხშირად ეს კულტურა უნდა შევიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად ხშირად ვიყოთ ექიმთან და შევიმოწმოთ საკუთარი თავი. კი ბატონო. ამიტომ სავალალო სტატისტიკა. აი რამდენჯერ ხსენია, რომ ისეთი ჯანმრთელი იყო ექიმთან ყოფილი და რა მოკლა. ხო ისე რა უცნაურია ისა მიდის პროცესი მთელს ორგანიზმში, რომ სანამ ძალიან ექიმთან არ იყო ნამყოფი ისე ჯანმრთელი იყო და რა. ერთმა კი ბატონო, მაგრამ ჯობია რომ ექიმთან იყო საკმაოდ ხშირად. ეს არ არის საამაყო. არა, იმიტომ რომ ტკივა რაღაცა და ცუდად არ უბრალოდ შეიმოწმო საკუთარი ჯანმრთელობა. რომ შემდგომ უფრო კარგად მოუვარო. აი, აქ დავამატები. ასაკობრივი ჯგუფი თუ არის, თქვათ, რის შემდეგაც უკვე რეკომენდირებულია ხშირად და ეს ყველაფერი გაწერილია. კარდიოლოგებთან როდის უნდა მიხვიდე და როგორ გენეტიკური დატვირთვა გაქვს თუ არა გაქვს, იგივე პროსტატის კიბოს შემთხვევაში 55 წელი ვთქვით. თუ არის 40 ბაბუას, მამას, ბიძას ქონდა პროსტატის კიბო, 40 წლიდან უნდა დაიწყოს PSA-ის კეთება. ასე რომ ეს ფაქტორები მოქმედებს და აუცილებელია ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. ბატონო დავით, თუ არსებობს რამე ისეთი ან წიგნი, ან ფილმი, ან ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომლის ერთმა ფრაზამაც, წინადადებამაც და ამ შემდეგ ანუ რადიკალურად შეცვალა თქვენი ხედვები სამყაროს მიმართ, ცხოვრების მიმართ. როგორ არის იცით? მე თვითონ ისეთი იროვნება ვარ, რომ რაღაც ძალიან ესეთი ემოციური და რაღაც ძალიან სწრაფად რო აინტები და შეიცვლება, თქვათ, სოფხედველობა ან ქმედება რაღაცა ესე არა, მაგრამ რა თქმა უნდა, წიგნსაც, ფილმსაც გავლენა აქვს მოხდენილი. და ფრაზები იქნება, პერსონაჟები იქნება, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანია. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოები არის დედა თუთაშხილი. აუ ზუსტად მაგას ვფიქრობდი. მე ვფიქრობ, რომ როგორ არის იცით? საოცარი ნაწ. მე პირადად მაქვს იმის განცდა, რომ უკმარისობის განცდა, რომ ძალიან ბევრ ენაზე უნდა იყოს ნათარგმნი და მსოფლიოში ძალიან გავრცელებული, იმიტომ რომ მსგავსი, აი სიბრძნე ესე კომპაქტურად და თან ესე ლოგიკური, თქვა, თხრობით გადმოცემული შვიათი არის ალეგორიები, თქვა, სხვადასხვა ლიტერატურული ხერხებით, მაგრამ აი ესეთი დალაგებული, თქვა, მარტივად წასაკითხი და აი ლოგიკურად გადმოცემული სიბრძნე ადამიანის განვითარების, ადამიანის თქვა სურვილების, ყველა ასპექტის მიმართულებით, ხო? მე ვფიქრობ, რომ ძალიან იშვიათია.
და ეს იმიტომ არა რომ ქართულია და ლიტერატურა შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ საკმაოდ საკითხული გვაქვს სხვადასხვა ლიტერატურა. ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი აი გამორჩეული და ისე ვიტყვი რომ ჩემთვის ყველაზე ნიშნულოვანი მწერალი თვითონ და მის შემოქმედება არის გრიგოლ რობაქიძე. ეს არის ცოტა უფრო განსხვავებული, ესე პომპეზური და რაღაცა ესეთი ქართული ნიჭის და გენის განსაკუთრებულად დამფასებელი და წარმომჩენი მთელ მსოფლიოში და რა ვიცი, გრიგოლ რობაქიძე ჩემთვის იდეალური შემოქმედი ქართული ხასიათის გამომხატველი. ხო, და თქვა ნაწარმოებები ძალიან მაღალი დონის არის. ძალიან ჩემთვის ახლობელი ესე ვთქვა. გასაგები. ბატონო დავით. რა არის თქვენი სურვილი? დღევანდელი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ძალიან რთულია ხოლმე, ძირითადად გასაუბრებებზე სვამენ ხოლმე ამ კითხვებს და ყველას ეცინება, მაგრამ აი დღევანდელი გადმოსახედიდან აი როგორ ფიქრობთ 10 წლის მერე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება? როგორი გინდათ რომ იყოს? პირადად ჩემი ცხოვრება ხო რა ვიცი ხა ჩემთვის იქნება მე დარწმუნებული ვარ რომ პირადად ჩემი ცხოვრება იქნება ისეთი როგორსაც მე შევქმნი და მე ვფიქრობ რომ არ იქნება ძალიან ცუდი და სავალალო პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მე იმდენ შევძლებ რომ ის იყოს მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, ჰარმონიული და ასე შემდეგ. ხო, რა ვიცი, და ხა გლობალურად ყოველთვის არის რომ სიკეთე, სიმშვიდე, ბედნიერება ყველას გარშემო საქართველოს თქვათ, შენ ქვეყანას, ეს სურვილები იქნება. ალბათ. გასაგები. ჰობის კუთხით რომ წავიდეთ, გაქვთ თუ არა რაღაც ან რომელიმე სპორტი თუ გიყვართ გამორჩეულად, ან თუ თამაშობთ რომელიმე სპორტი მიყვარს ძალიან. და ყოველთვის ვიყავ დაკავებული სპორტით. ყოველთვის ბავშვობიდან. თქვენ თვითონ თამაშობთ და ძალიან ბევრს ესე ფეხბურთი მიყვარდა ძალიან. პროფესიულად არც ერთ სპორტს არ იმუშავებდი, მაგრამ თითქმის პროფესიულთან მიახლოებული იყო იგივე ფეხბურთის თამაში და კალათბურთის თამაში. აი ძალიან მიყვარდა. და სხვადასხვა სპორტი ხან თქვათ ორთაბრძოლები იყო ის კარატე, რაღაცა უშუ, ყველგან გავლიდი მაგ მე ქართული საბრძოლო ხელოვნებები ისინი და თან ფილოსოფიურადაც მაინტერესებდა თქვათ იქ რა ხდებოდა და ფიზიკურადაც აქტიური ვიყავი ყოველთვის რა. ეხლა ძალიან მიყვარს კალათბურთის ყურება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ასევე ბოლო დროს შემიყვარდა სროლა. აჰა. შორტ დისტანციაზე სროლა იარაღი. სპორტული ხო სპორტული დავარქოთ, მე ნადირობა არ მიყვარს იმართლებით. და საკმაოდ კარგი იარაღების მაქვს, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებიც რჩევას მაძლევენ და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჰობია და გართობა, დასვენება, რელაქსი. რაც ყველას ურჩევ, იმიტომ რომ თან რაც პარალელებსაც პოულო ქირურგიასთან დაკავშირებით. ზუსტად მიზანში რო ვარ. ხო, აი ზუსტად მიზანში რომ მოარტყა და შენი მიზანი ბოლომდე მიიყვანო, ამისთვის აუცილებელია, აი არ ვიცი ხა, ძალიან ბანალურია, შეიძლება ყველა მიცის სნაიპერი არიგებენ, როგორ სუნთქო უნდა იყოს და დაალაგებული და მშვიდი უნდა იყოს და არ უნდა ჩქარობდე და ეს ეგ ხო მედიტაციაა ფაქტიურად. ხო და მაგას ვამბობ, ქირურგიაშიც იგივე თუ არა გაქვს ეს უნარები მაშინ ძალიან დიდი ალბათობაა რომ შეცდომა დაუშვა და რაღაცა პრობლემები შეგექმნას. ხო და ამიტომ აი ძალიან კარგი ანალოგია რომ თუ მიზნის მიღწევა გინდა იქაც და იქაც უნდა იყოს ძალიან მშვიდი და ძალიან მიზანმიმართული და კონცენტრირებული. და აქ და ახლა აუცილებლად. ხო, და თან სახუმარო ანალოგებიც არის რომ ყველაზე მეტად ხომ სროლელი და მონადირი არის სტრაბახა, ხო? ხო. იმას გავარტყი, აი ესე მე იგივე სროლე და ის მოგა, იგივე ქირურგის. აუ რა ოპერაცია გავაკეთე. აი იცი რა დავხატე ისეთი მაგარი. ამაშიც ანალოგია. და მე ამ დროს რომ დგევარ ხოლმე ოპერაციებზე ესე ცივსისხლიანად ესე მიშვებენ ხოლმე ბრძოლის ველზე და
გადამღებ ჯგუფთან ერთად შევდივარ და ვუყურებ და ხო და ისეთ სიამოვნებას იღებენ ქირურგები რომ რა კარგად შესრულდა და აი ეს იყო ხელოვნების ნიმუში და ხო და იქ ლეწვა და რაღაცები რო გეყრება სახეში ამ დროს მე დგავსაცოდავად რომ რა მოსწონს ამ ხალხს ვიქრობ ხო არა ეს თვითამკვიდრება არის ისევ და ისევ როგორ არის იცი მორიგი გამარჯვება წარმატებული ოპერაცია და ახტაცებაც ნუ ადამიანები ეს როგორ არის ნებისმიერი კარგად შესრულებული საქმე ნუ ქირურგიას დავიდავდებით ხო რაღაცა გმატებს ძალას და თვითამკვიდრების ეს არის საწინდარია ხო ეხლა და მოსაყოლიცასია მო ხო იგივე ვარიანტია მაგრამ ნუ თავარი არის მე შედეგი ერთი და მეორე აი შენი კოლეგები როგორ გაფასებენ ეს უფრო მთავარია თუ შეიძლება და ყველამ თქვას ბატონო დავით ნაწილობრივ კი უპასუხეთ ამ კითხვას მაგრამ აი ყველაზე მეტად სად ისვენებთ თქვენ როგორ ისვენებთ თქვენ და მეკითხა და ალბათ სროლის დროს აღარ არა ბევრი უყურეთ როგორ არის დასვენების უნარი უნდა გამოიმუშაო ყველგან აი როგორი სწორი მიგნება აქვს არა როგორ არის აი მარტო ერთი ადგილი მაგ და ან ერთ სიტუაციაში ვისვენებ ეგრე არის ადია იმიტომ რომ ცხოვრება იმდენად დინამიურია ხა შენ არ გაქვს იმის ფუფუნება რომ აი როგორ არის ცი მე გავაკეთე ოპერაცია 3 საათზე წავედი სახლში და მე ვისვენებ მე ეს იმიტომ რომ ქირურგიაში მithumetes შეიძლება მთელი ღამე გაათენო კვირა გადააბა ისე გაათენო ან ოპერაციის დროსაც უნდა შეგეძლოს დასვენება. მოგზაურობა რომელიც ძალიან მიყვარს და ჰობი რო თქვი, შეიძლება ერთ-ერთი ჰობი არის აი თუ თვეში ერთხელ მაინც არ სადმე არ წავედი არ ვიფრინე ძალიან მართლა გძნობ თავს. გადასარავი ჰობი გაქვს. იქაც უნდა დაისვენო. თქვათ იგივე აი მეგობრებთან ერთად ყველგან უნდა შეძლო რომ ეს რელაქსაცია აი ამ თქვათ ბუნებრივ მდგომარეობას მიაღწიო და ეს ბუნებრივ მდგომარეობა მიიღო. იმიტომ რომ ესე არ არის რომ აი მე მარტო აი აქ ვისვენებ, იქ ვისვენებ. თუ ეს არა გაქვს და თქვათ ენერგია არ დაზოგე ან სხვანაირად არ მიიღე, ხო? კი ბატონო. თული დინამიურ ცხოვრების და ამ დინამიურ რიტმის პირობებში ძალიან რთულია ზუსტად. ბატონო დავით, რო არა ექიმი თუ გიფიქრიათ აი კი იყო ეგეთი და შეიძლება რა ვიცი დიამეტრალურად განსხვავებული არის შეიძლება მსახიობი გამოსულიყო. ხო. პარალელურად როსცადოთ? არ ვიცი ხა ეგ ცადო როგორ იცდიათ მაშინ? არა, არ მიცდია მაქსიმალისტი ვარ და ნებისმიერ პროფესიას რასაც მოკიდებ ხელს უნდა შეასრულო პროფესიულად. და ესე არ არის რომ ის უნდა ცოდნა, სწავლა, მეცადინეობა და ესე არ არის რომ გინდათ რა გავიგოთ და ესე გავაკეთო. ხო რა თქმა უნდა. კი ბატონო. საინტერესო. მე მაქვს ერთი კითხვა ალბათ ხშირად მოუმართავთ რაღაცა კურიოზული შემთხვევებით და რამის ხوار გაიხსენებდით რა უკითხავთ ყველაზე ისეთი სახალისო უკვე მე მგონი ძალიან ბევრი იყო ეგეთი ეს მეტი კი კაცო რა არის ბევრია ძალიან ბევრი თან უროლოგიაში ალბათ კიდე ძალიან ბევრია კაც კურიოზები პაციენტების მხრიდან თან ხო მე ხა ერთი მოყოლილი მაქვს რაღაც იუმორისტული მე პაციენტი რომ მეუნება რომ აი დავიხარჯე რა და მეუნები რომ ოპერაცია უნდა გააკეთოთ ან პროსტატექტომი ურთულესი ოპერაცია უნდა დამაძინო და გადაბრუნება შეიძლება ძილის დროს გადაბრუნება და აი ძალიან ბევრია ესეთი კვირდის შეცვლა რა უკას ან იმას ეკუნა იამნანათი აცინდება და ეცინში შე რა საყვარელია სანამ ჩავიძიდებ გადაბრუნდებია თავად ხშირია შემთხვევა დიდი ბავშვები რომ მოდიან ხომ მშობლებთან ერთად თუ ნაკლებად უკვე არა არიან კაცო ხა განსაკუთრებით როგორ არის ჩვენთან ძალიან ბევრი იყო კოვიდამდე კოვიდის პერიოდში რუსები და უკრაინელები რა და რატომღაც აი ჩაციკრულები არიან აი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე იმაზე და იმდენად დეტალურად აი კურიოზია რა არის პაციენტი მოვიდა ერთი პაციენტი მოვიდა და
კომპიუტერი ქაშალა და Excel-ის ფორმატში ჰქონდა ინფორმაცია შენახული, რა რა სიმპტომები ქონდა, რა ანალიზები გაიკეთა მთელი 3 წლის. დამიდოშე და აი ეს რო დააკლიკავო, თან კმაყოფილი იყო, აი რო დააკლიკავო, ხო, ნებისმიერ დროს მაგალითად 2023 წლის თებერვალში, ხო, რა სპერმოგრამა თუ გაიკეთა, რაღაცა თქვა ისე რა ქვია, ჩარგის ანალიზი, ხო, აი დააკლიკავ, всё. თავი აქტებს არ ნახავდა რა. სექსუალური ცხოვრების კომპიუტერული ქონდა. არა, არის, რომ პაციენტების მიღების სპეციფიკა სხვადასხვანაირია. მაგალითად, თერაპიულ დარგში ან ენდოკრინოლოგს თქვა, ჭირდება დიდი დრო. უნდა აუხსნას უფრო მეტად აი დაავადების შინაარსი, მერე ეს წამალი როგორ მოიხმაროს, სწორად როგორ არის. ჩვენთან არის სპეციფიკა ცოტა სხვანაირი და გაცილებით მოკლე დროში ინფორმაციას რო იღებ, უნდა გააკეთოს კვლევები. და მე ამ კვლევების საფუძველზე ეუბნები, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ, ან ამ კურნალობას ვქონდები, ან გააღრმავო კვლევები, ხო და მე განსაზღვრული დრო მაქვს პატრონი. დააჭდა ეს 3 საათიანი ის ქონდა რა. წარდგინება. ისე ბატონო დავით, ძალიანაც არ მეცინება და გეტყვი. არ მითხრა ხა დაექსელებული. არა, როგორ უნდა ვიქცეო და მე, იმიტომ რომ ექიმთან სანამ მივალ სიმპტომები მავიწყდება. ამიტომ მეგონი ჯობია რომ ჩავიწერო, დავაექსელო. ეგ ძალიან ხშირია კაცო. ტელეფონში ან ბაჩში, კომპიუტერში ვიღაცა მოდის და ნუ კითხულობს რომ არ დამოიწყდეს ეს გასაგებია კი ეს პრობლემა არ არის ეგ მაგრამ ნუ ის იყო განსაკუთრებული თან არის მოწესრიგებული არა ხაზგასმას რატო მომზადებული ვაკეთებ აბსოლუტურად არაფერი არ აწუხებთ და აი თითიდან გამოწოვილი და მოგონილი რაღაცა ფობიაზე და შიშებზე დაფუძნებული უნდათ რომ აი ეს რაღაცა მოძებნო რა და ამ დროს არაფერი არ გჭირს ეუბნები პირიქით. მოდი ხო არ ძალიან რთულია რა ეგეთ პაციენტებთან საუბარი და ხე გადავწყვიტე რომ ეგეთ პაციენტები არ მივიღო საერთოდ რომ მე ძირითადად ონკოლოგია ძირითადად რაღაცა და აი ესეთი ხო თქვა ესეთი დაავადებები მე ჩემ კოლეგებთან მიმართები. გიგა. გადავიდეთ ბლიცზე. გადავიდეთ. კარგი ბატონო. მოკლედ. დასასრულის. ხო და მივდივართ დასასრულისკენ. მადლობას ბოლოს გადაგიხდით. ეხლაც გადამიხადე. ეხლაც კიდე. თუ საბოლოოდ დავასრულებ შემდეგ. ბოლოსთვის ის. ჯერ არა ღირსი მადლობა ბოლოსთვის. აი ერთი სუფლება მაგდა. კაი, მე მაგ ბლიციც და ნახოთ როგორ. ნახოთ როგორ მოიქცევით რა. ბატონო დავით, ოპერაცია დილით თუ საღამოს? პრინციპში ჩემთვის ძალიან მნიშვნელობა არ აქვს. ქირურგები არიან როგორ ვიცით, აი ან განსაკუთრებულ ეს მინდა კარგად აღნიშნო, რომ ყველაზე სუივერნი ბოდიშრიხტი ამ რუსული როგორ არის ქართულად? სუივერნი არ ვიცი. ნიკოლოს დაგვეხმარა. მეც იგივე პროცესს გავდივარ. ანუ არის სრუმორწმუნე ბოდიში, ხო. აი ყველაზე სრუმორწმუნე არის ქირურგი და აი რაღაც რიტუალებში რომ აი მე მინდა რომ გავაკეთო ამ და ამ საათზე. ან საოპერაციოში რაღაცა რიტუალი უნდა შეასრულოს. ან პაციენტი უნდა იწვეს ესე თავი აქეთ ის განლაგებული ესე უნდა იყოს. ძალიან ბევრს აქვს მართლა ესე აქვს, ხო. ნუ თუ შეერათ ეგრეც უნდა მოიქცნენ რა. ხო, არა, არის ეს რომ აი იღბალი თქვათ ესე რომ კარგად არის ეს იღბალია და ეს ისე რომ გააკეთოს შეიძლება დაიბნოს. ეს ახმარი. ხო. ჩემთვის აბედნიერად, ხო, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომ დღე, დრო, თქვათ საოპერაციო ის იქნება ეს გაიღიმებს. ხო და ამიტომ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნუ სასურველია რომ დღეს როდესაც იწყებ, დილით მოითავო ყველაფერი, იმიტომ რომ ენერგიაზე ხარ, უფრო მეტი ენერგიით ახსავსე ხარ და გაცილებით უფრო მეტი რესურსი გაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დაასრულო. ამიტომ დილით უნდა მოითავო ყველაფერი და სირთულეები და მე კი ბატონო. წიგნი თუ აუდიო წიგნი? არა, უბრალოდ წიგნი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ხა ამ ბოლო დროს აუდიო წიგნებზე გადავდივარ და
საცობებში ალბათ. საცობებშიც და აი ზუსტად იგივე იმ დროის და ტემპის გამო. გასაგებია. რომ დრო ძალიან ბევრი არ აქვს. კი ბატონო. და როდესაც პატარა დროს მოძებნი, შეიძლება რომ პატარა ინფორმაციითაც დაკმაყოფილდე, ან რაღაც სუმირებული ინფორმაციის მიღება გივსებს იმ ვაკუუმს და ეხა როდესაც გააქვს დრო, შეგიძლია რომ სრულყოფილად ისე ამონო წიგნი და ყველა ნიუანსი და ფრაზები თქვა ერთმანეთს განიცადო. კი ბატონო. დიდი ქალაქი თუ სოფელი? გააჩნია როდის რომელი. სად ცხოვრობდით? კიდე ერთხელ ვამბობ, მირჩევნია რომ არჩევანი მქონდეს რა, ისიც მქონდეს, ისიც მქონდეს და განწყობის მიხედვით შევარჩიო, მე სად მირჩევნია და სად გავატარო ეს დრო. კი ბატონო. ფილმს რომელს ირჩევთ, დრამას თუ დოკუმენტურს? უბრალოდ როგორ არის როგორც ლიტერატურა, იგივე ფილმები არის მაღალი ხარისხის და ძალიან აფსა ესე რომ ვთქვა, დაბალი ხარისხის, მაგრამ ხანდახან აი დაძაბულობის და სტრესის მოსახსნელად ხო აი ეს აფსა φιλმები რა, მარტივი ფიქრი რო არ ჭირდება და ხო, ფიქრი რო არ ჭირდება და რაღაცა აი ეს თქვა განტვირთვა რომ მოხდეს ეს და ბევრი ფიქრი არ დაგჭირდა ეს. მაქსიმალურად ეხა როდესაც თქვა არჩევანი მაქვს, მირჩევნია რომ რაღაც მაღალ ინტელექტუალური და რიგებული ფილმები შევარჩიო და გასაგებია. შვებულება მთაში თუ ზღვაზე? როგორ არის იცით, ორი ადრე უფრო მთის მოყვარული ვიყავი და რაღაცა ესეთი მომენტი და შეიძლება ითქვას რომ ეხლა მაინც თას ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ზღვას აქვს თავისი ხიბლი. და ოღონდ როგორ არის იცით, ზღვასთან ურთიერთობა არის ესე, თუ ხარ განმარტოებით და მარტო. აი მაშინ არის უფრო მეტი ფლუიდები და უფრო კარგი დასვენება ზღვასთან. როდესაც აი რიარია და ბევრი ხალხი და რაღაცა ეს ზღვის ხიბლი ძალიან იკარგება რა. ზღვის ხმაც განსაკუთრებით. ხო, აი ხმა თქვა თუნდაც უხურე, ტალღებია თუ წყნარია თუ რაღაცა, მაშინ მარტო ჯობია რომ იყო რა. ანუ ძალიან ცოტა რაოდენობის ხალხი ბოლომდე რო აღიქვა ისე ამათ. და ერთი სიტყვით რო გითხრათ. თუ გნებავთ ორით. თქვენი აზრით რისთვის ვიბადებით ადამიანები? მაშინ დათა თუთაშხიას ფრაზას გეტყვით დედა სიდონიას ფრაზა არის დათა თუთაშხია რო ახსენებს ძალიან კარგად და ლამაზად უყვარდაო თავისი აზრის გამოთქმა დედა სიდონიასა და ეს ფრაზა არის ძალიან კარგი სანთლის ნაღვენთი თავად მშვენიერება მაგრამ იმ შვენიერებას უფრო გვაგონებს, რომელიც ერთ დროს წვდიადის შემანგრეველი ძალა იყო. ამიტომ ეს არის კრედო და მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, ყველა ადამიანისთვის, რომ შენი ფუნქცია უნდა იყოს ის, რომ სხვისთვის დაიწვა, გაუნათო გზა, წვდიადი გაფანტო და აი რო ჩაიწვევი ის ნაღვენთიც მე ეს ლამაზი იყოს და ისიც თქვა რომ აი რა ლამაზია და რა კარგი მაშინაც კი ბატონო კარგად ალეგორია აჰა მადლობა ბატონო დავით გამოვიყენე ჩემი მადლობა აი განსაკუთრებით დათა თუთაშხია იყო სუპერ აი ამას იტყვის მეთქი და ჩემი ძალიან საყვარელი ისაა ნაწარმოები რა გენია